ჭიუხს ეძახდა თქვენ თუ ჭაუხს? ჭაუხი. აი ხაგე დაპირო უყურეთ ამაგაცეთ საბუდელევის ჭაუხი. ელა ჭაუხს ეძახიან აქაც. გიორწმინდასა და დაჟე არდოტლების ჭაუხი ქვია იმ მაგათ იმას. იქაი მაღლა იმ მაგათ ჭაუხს არის. სურთობრო დახვიდოდი. აი ჭაუხი. კი კაცო ეგ და ჭაუხს ეძახ ჩვენაც ჭაუხი. ჭიუხი არის აქაურ კაცი. ჭაუხი ვიწვის. ჭაუხი კი. აი აბუდელეურის ჭაუხს ეძახ თაგე მაგ ჭაუხს აი ეგრე. აქაც აი ტანისკენ და იქისკენ გადააყვა. სანადირო რო დავდიო ჭაუხი წავიდა თავი ფასუთედი. აბუდელეურის ჭაუხებზე არის რამე ლეგენდები ანდრესი. აბუდელაურის ჭაუხებზე რა ანდრეზი რამე თუ არის? ერთ სინდაურა იქნებს ხო რა? ეგ სინდაურაა დანარჩენი არაფერი რა მან მაგაზი არაფერი თქმულა რომ ასულავის სინდაურის ძეი რა იქავი ჯუხებს ახყოლიავი მაღლა მწერვალი რავი მაღალი მწერვალი რო ეგ არის ის მწერვალი ეგ სინდაურის მაღალს ეძახან მაგას აი ზედმეტ სახელად ეხლა მგონი აღმაშენებელი ქვია თუ რჩეულიშვილი რაღაცა არ ვიცი რა დახტუნეს ეხლა რამდენი მწერვალი სხვადასხვა სახელები ხო კი თავი სახელები რაღაცები მიუჩნეს და მაგას თავიდან ეძახდა სინდიურის მაღალს ჭაუხსაც არის სინდიურის მაღალი და მაღალი ყოველი კიდევ ჭაუხი ის მამას ჩემო და აი მისიზრები რო ყოფილა რომელ წლებში იყო რაღაც მაგარი მისიზრები მაშინ მოსწდა მაგასა უჩერიო და დაინგრა იმ ხელა მაგარ მისიზრები იყო რომ ჩამოინგრა მაღალი წერი ყოველი კიდევ და დამდაბლდა მემდო და ეხლა აქ მაგ ტერიტორიაზე გაყოლებაზე ეგეთი მაღალი მწერვალი არცად არის აქ და ანუ სინდიურის ზე მენადი რა იყო და ავიდა ჯუხებს ახვა და ვეღარ ჩამოვიდა დაბლა ჩამოსულა უფრო ჭირს მაღალი მიდან ვიძი ასულა და იქ დარჩა და იქ მომკვდარა ის კაცი იქ ვეღარ ჩამოვიდა და დარჩა იქ მაშინ და იმიტომ დაუძახეს მაგას სინდიურის მაღალი აი ეგრე დანარჩენი სახელი არაფერი აბუდელაურია დაბლა ხორხი რომ მიდგება და აბუდელაურზე კი არის რაღაც ლეგენდარო კოპალასო დევი ეგ იახსის კლესეძახა იახსარი კოპალას მეორე სახელად იახსარს ეძახა რაღაცა განსაკუთრებული სალოცავებია რაღაცები და იახსარს ეძახან იქ კლდეს ვისაც დევი მახფარებია იმ კლდეს ლახტი უსროლია იმისთვის მიახსარ და იქ გახეთქილია ისი აი რაღაც თუ აი რაღაცა დაჰკრა და გამოიწვა და გასკრა ეგეთი რაღაცა თუმ მართლა რაღაცა მოხვდა იმას ეგეთან და გახეთქილია იქ და დევი იმას მოხონია კლდეს მაფარებული იმ იახსარმა იმას ლახტი ესროლა და თვალი გამეეცხარა იმდეს დევს გაიქცა მერიქიდან სალფარი და იქ ავიდა მაღლა ტბები როა იმ ტბაში ჩაძრა იქ ჩახვეს იახსარი ის დევი მოკლა იქ და იქიდან ვეღარ ამოვიდა სისხლით შაიკრა ის და მე მიიყვანეს 4 ქა ჭედილა ამ ლიქოკლემა ის დაკლეს იქ და მე ამოვიდა იქიდან იმან უშველა და დავდაბრუნდა შე თავის აი ლეგენდა ხო ეხლა ლეგენდა არის 4 ქა 4 ყურაც ხარი ხო ეგ მოიყვანეს და ხო ეძებს ჩემთავ მოყმეთა 4 ქა 4 ყურაც ხარიო მოიყვანეს და შიგ დაკლეს მე თუ დასწერე ჯვარი სიმღერა არის მაგაზე ძველი ქართული და ეგეთი რაღაცა აი როგორც იქ არის კოპალას იმას ვეძახ შავლილოსებენ ენი კოპალის ქვას იქაც დევს მოუპარია მანდიდან ციხეგორიდან იქ ფშავში ციხეგორობას ილოცვენი უკანა ფშავში აპუშოს გაღმია ის რაღაც გორი იქ არის ციხეგორობას კოპალას ილოცვენი და მკითხავს თანმისულებს ძევი გაიგე რომ მაგ წყლის დაგუბება ზომებია მანდ ეს არავინ უნდა შეეკეტა მე დაგუბდებოდა დიდი ტბა გაკეთებოდა გაუშვებდა მე და ემ არაგვის პირასოფლებს წაალეკინებდა რა ეგეთი ჩანაფიქრი გქონია მამა ზაღლი დევი ხო კაცო და მისულამ მკითხავს თან გაიგე და უთქიამ მკითხავს ისო აი ესეთი რამე მინდა უნდა წყალსო ზეთ საჯირო უნდა ჩაუყარებ რომ აღარ წავიდესო წყალი გაგუბდასო და რა გავაკეთე მითხავი შენ ხომ მკითხავი ხარო შეეშინდებოდა ეხლა მკითხავს ზეიგე და იცოდა ალბათ რომ კოპალაიმ დევს ემტერებოდა ხო და უთქე რომ კოპალიდან ფოვნე მაიპარა აი ხადე იქიდან რომ გითხვაია იქ ის ფოვნე წამაიღა ვის უნდა ჩარძო საძირკვილშიო და მე გაჩერდებაო წამოვიდე დევი აიღო საბელი თოკი და ხო და ის ქვა წაუღია იქიდან იმ დევს ციხეგორიდან კოპალას ქვა და სანამ იქ მიიტანდა იმ სადაც აგუბებდა იმას იქ მოუტანებიან კოპალას კოპალის ქვას რო არის სალუსავი ხშავლებს და იქ მოუკლავი დევი და იქ ქვას იქ დაუგდებინებია მეორე ძმა კიდე მაღლა ყოფილა გამოხეითა გვერდზე და იქ ზისპიზე იმას აძახიან ავთანდილის ნახანს და ერთი ძმა კიდე ავთანდილის ქვნებია მაღლა ყოფილა სანაძიო და თურმე იმან გაიგა დევს ოკლავში კოპალა გაიგა იქ ხმა და გამაიქცა იქიდან ის გაქვეებულა იქ გაიგა და როგორც აი ადამიანი ეგეთ ქვეგდის რომ წყალში ჩამოსულა ისი და მე არაგუნ წაიღო ის ქვაი ავთანდილის ნახანს ეძახიან შავლები ახლა იმ ქვას